მომდევნო 2 თვის განმავლობაში პარლამენტში არაერთი კანონპროექტი იქნება დაინიცირებული, რომელიც ქვეყნის გარედან დაფინანსებულ დესტაბილიზაციის მცდელობებს ეფექტიანად აღკვეთავს. ერთ-ერთია გამჭვირვალობის შესახებ რეგულაციები დაანონსდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონის ფარას ზუსტი ასლის მიღება. მეგინ არსავიძე თემის დეტალებით. სახელმწიფო გუნდში გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე საუბრობენ და აქცენტს აკეთებენ ამერიკულ სტანდარტზე, იმ კანონზე, ფარაზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში უზრუნველყოფს გამჭვირვალობას. აცხადებენ, რომ USAID-თან დაკავშირებულმა სკანდალმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თუ რამდენად მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის მიმართულებით ეფექტიანად მუშაობა და სწორედ ამიტომ საქართველოში დაინიცირდება ამერიკაში მოქმედი ფარას რედაქციის ზუსტი ასლი. ეს არის ის რედაქცია, რომელიც საქართველოში მოქმედ კანონთან შედარებით არის მკაცრი, ის მოიცავს როგორც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ასევე ეხება ფიზიკურ პირებს და როგორც მართლ პარტიაში აცხადებენ, მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის გამჭვირვალობა და ამ მიმართულებით ეფექტიანი მუშაობა, რასაც უზრუნველყოფს ამერიკაში მოქმედი კანონის რედაქციის ზუსტი ასლის საქართველოში დაინიცირება. ეს არის ამერიკული კანონი და ამერიკაში ამ კანონმა დღესაც უზრუნველყო გამჭვირვალობა და ეს ნიშნავს, რომ მან დემოკრატია დაიცვა ფარული და მჭრდილოვანი ქმედებებისგან და ჩვენ ხედავთ, რომ საქართველოში ეს საკითხები დღესაც ძალიან აქტუალური არის, ვინაიდან ის დისკუსია, რაც თუნდაც ამერიკაში დღეს მიმდინარეობს, როდესაც ჩვენ ვიგებთ, რომ USAID აფინანსებდა ისეთ თანხებს, რომლებიც ძირს უთხრიდა სხვადასხვა ქვეყნებში დემოკრატიას, რა თქმა უნდა, ამის საჭიროება დღეს არის და ეს არის საერთო ინტერესი, რაც გაგვაჩნია ჩვენ, რაც გააჩნია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რაც ხელს შეუწყობს საბოლოო ჯამში გადაკვეთის პოლიტიკის წარმოებას. ერთ-ერთში ყოველგვარი ცვლილებების გარეშე იქნება გადმოღებული ამერიკული ფარა. ქვეყანას მოუტანს ამერიკულ სტანდარტს. ეს ფონდები ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურმა უმაღლესმა ხელისუფლებამ გამოაცხადა როგორც რადიკალური გიჟები და ასევე გამოაცხადა როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაციები. აი ეს ორგანიზაციები, რომლებიც ამ რადიკალი გიჟებისგან ფინანსდებოდნენ, ეს არ არის ჩვენი ტერმინოლოგია, ამერიკის ხელისუფლების ტერმინოლოგია და რომელიც ამერიკის ხელისუფლების ტერმინოლოგიითვე გამოცხადებული არიან დანაშაულებრივი ორგანიზაციები. სახელმწიფო გუნდი მომდევნო 2 თვის განმავლობაში იმუშავებს არაერთი მიმართულებით კონკრეტულ საკანონმდებლო ცვლილებებზე. ეს ყველაფერი კი ხდება იმისთვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს სტაბილური მშვიდობიანი განვითარება და ერთ-ერთი მიმართულება, რასაც მართლმა გუნდმა მუშაობა დაანონსა, არის სწორედ გამჭვირვალობის მიმართულებით მუშაობა. მადლობა საკანონმდებლო ორგანოდან გვერდებოდა მეგინ არსავიძე.